დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. გლუთანგი. ცხურის ენის ლურჯი დაავადება ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად აზიანებს მსხვილფეხარ-ქოს ან პირუტყვს, ცხვარს, თხას და სხვა მცოხნავ ცხოველებს. ის არ არის გადამდები ადამიანიდან ცხოველზე ან ცხოველიდან ადამიანზე. დაავადების გამომწვევი მიზეზი. დაავადებას იწვევს ვირუსი, რომელიც ვრცელდება კოღოების მეშვეობით. ვირუსის გადაცემა ხდება დაავადებული ცხოველის სისხლისწოვის შედეგად. ვირუსი ასევე შეიძლება გავრცელდეს დედიდან ნაყოფზე პლაცენტის მეშვეობით. ცხვარი ყველაზე მგრძნობიარეა დაავადების მიმართ. მსხვილფეხარ-ქოსანი პირუტყვი ხშირად ინფიცირდება სიმპტომების გარეშე, მაგრამ შეიძლება იყოს ვირუსის წყარო. თხა ნაკლებად მგრძნობიარეა ვიდრე ცხვარი. ირემი და სხვა გარეული მცოხნავები ასევე შეიძლება დაავადდნენ. სიმპტომები განსხვავდება ცხოველის სახეობისა და ვირუსის შტამის მიხედვით. ცხვარი. ცხელება 40-42 მადის დაკარგვა. დეპრესია. სახის შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩებისა და ენის. ლორწოვანი გარსების, პირის ღრუ ცხვირი, შეცითლება და სისხლჩაქცევები. ენის გალურჯება იშვიათად, მაგრამ დამახასიათებელი ნიშანი. ნერწყვის ჭარბიდენა. ცხვირიდან გამონადენი. კოჭლობა. მატყლის ცვენა. ორსულობის შეწყვეტა. სიკვდილიანობა შეიძლება იყოს მაღალი 30 მდ. მსხვილფეხარ-ქოსანი პირუტყვი. ცხელება. მადის დაკარგვა. რძის წარმოების შემცირება. ლორწოვანი გარსების შეცითლება. ცხვირიდან და თვალებიდან გამონადენი. კოჭლობა. დერმატიტი დვრილების ირგვლივ. იშვიათად ენის გალურჯება. თხა. სიმპტომები მსგავსია ცხვრის სიმპტომების, მაგრამ ნაკლებად გამოხატული. დიაგნოზი ემყარება კლინიკურ ნიშნებს და ლაბორატორიულ ტესტებს. სისხლის ანალიზი, ვირუსის იდენტიფიცირება PCR მეთოდით ან ანტისხეულების გამოვლენა ELISA ტესტით. ვირუსის გამოყოფა, სისხლის ან ქსოვილების ნიმუშებიდან ვირუსის გამოყოფა უჯრედულ კულტურაში. პათოლოგიური ანატომია, დაავადებული ცხოველების გაკვეთისას აღინიშნება სისხლჩაქცევები და შეშუპება სხვადასხვა ორგანოებში. სამკურნალო მეთოდები და სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი. გლუთანგის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისა და მეორადი ინფექციების პრევენციისკენ. ანტიბიოტიკები, მეორადი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, მაგ, პენიცილინი, ტეტრაციკლინი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ცხელების და ტკივილის შესამცირებლად, მაგალითად ფლუნიქსინი. ანტიჰისტამინური საშუალებები, შეშუპების შესამცირებლად, მაგალითად დიფენჰიდრამინი. სითხეები და ელექტროლიტები, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. რბილი საკვები, ადვილად გადასამუშავებელი საკვები, რომელიც არ აღიზიანებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. ადგილობრივი მკურნალობა, ჭრილობების და წყლულების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით. ვაქცინაცია. ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური საშუალება დაავადების პრევენციისთვის. არსებობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინები, ამიტომ ვეტერინართან კონსულტაციის შემდეგ შეარჩიეთ შესაბამისი ვაქცინა. კოღოების კონტროლი. ინსექტიციდების გამოყენება ცხოველების დასაცავად და კოღოების გამრავლების ადგილების შესამცირებლად. ცხოველების შენახვა ბნელ და გრილ ადგილებში, სადაც კოღოები ნაკლებად აქტიურები არიან. წყლის დაგროვების თავიდან აცილება, სადაც კოღოები მრავლდებიან. კარანტინი. ახალი ცხოველების შემოყვანისას კარანტინის დაწესება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების გავრცელება. ადრეული დიაგნოსტიკა და იზოლაცია, დაავადებული ცხოველების ადრეული იდენტიფიცირება და იზოლირება ჯანმრთელი ცხოველებისგან. ინფორმირება, იყავით ინფორმირებული დაავადების შესახებ და მიჰყევით ადგილობრივი ვეტერინარული სამსახურის რეკომენდაციებს. კვება და მოვლა, უზრუნველყავით ცხოველებისთვის კარგი კვება და მოვლა, რათა გაძლიერდეს მათი იმუნური სისტემა. პრევენციული ზომების მიღება და ვეტერინარის დროული კონსულტაცია და გეხმარებათ დაიცვათ თქვენი ცხოველები ამ საშიში დაავადებისგან. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში.